მადლობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. Რამდენიმე საათში მამუკამდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ოფიციალურად გახდება. სუსის უფროსად მას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე აირჩევენ. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი უწყების მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებსა და ხედვებს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენს. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მდინარაძე ახალ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო სტაბილურად არის, თუ ეს გამოწვევები, სოფლიო დონის გამოწვევები საქართველოს არ შეხებია, ნაკლებად შეეხო, ეს დამსახურება დიდი პროფესიონალური გუნდისა და მამუკამდინარაძეს ასეთი გუნდის მართვის კარგი გამოცდილება აქვს. კარგი ოპერატიული თანამშრომელი იყო ყოველთვის და გარდა ამისა არის ადამიანი, რომელსაც მაღალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, ამ სფეროსაც კარგად იცნობს. ასე რომ, სადაც იყო მამუკა დღემდე, ყველგან თავი გამოიჩინა, იყო პრინციპული. საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. კომისიის დასკვნა კანონმდებლებს თეა წულუკიანმა გუშინ საშემოდგომო სესიის გახსნაზე წარმოუდგინა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის რამდენიმე თვიანმა მუშაობამ ნაციონალური მოძრაობისა და არა მხოლოდ მათი ილუსტრაცია მოახდინა და ამ ფაქტს პირველ რიგში საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შესაბამისი შეფასება და სამართლებრივი პასუხი სჭირდება. საგამოძიებო კომისიის დასკვნა შემდგომი მსვლელობისათვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე მე ვფიქრობ, როგორც ითქვა, ეს გადაეცემა პროკურატურას, რადგან მასში მოყვანილი ფაქტები იწვევს დამატებითი გამოძიების აუცილებლობას, რაც რა თქმა უნდა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განახორციელოს. ასევე ძალიან დაწვრილებითი განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება აი ამ ძალების პოლიტიკური განაჩენის გამოტანას. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოუწევს დღეს არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს. ნინო დოლიძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო უწყებაში დაბარებულია კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის პირველი პირი. როგორ იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია, მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით დათანხმდეს. შეგახსენებთ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააღადაღეს. საქმის აღძვრის საფუძველი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვა გახდა. საზოგადოებრივი მოძრაობა იმ ჯგუფის გამოვლენას ითხოვს, ვისაც მათი თქმით უცხოური დაკვეთით ქვეყანაში პროცესების რადიკალიზების მცდელობა ჰქონდა. რეპრესიებზე საუბრობს ოპოზიცია, არსებულ კითხვებს ლეგიტიმურად მიიჩნევს მმართველი გუნდი. რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიების გაგრძელება, იმიტომ რომ დღეს შეიძლება სამიზნე არის სამოქალაქო სექტორი და ხვალ შეიძლება სამიზნე გახდეს თავისუფალი მედია და ასევე სამიზნე გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. ამიტომ თავარი აქ ის კი არ არის, ვის ებრძვიან დღეს. თავარი არის ის, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მათი საქმიანობა, ისინი წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარე ძალების დაფინანსებით და საგარეო მხარდაჭერით. უხეშად ჩარეული იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში, შეექმნათ სამოქალაქო არეულობის, დაძაბულობის გარემო. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების მიმართ არსებობს საგამოძიებო ორგანოს, ასე ვთქვათ, ინტერესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ კითხვებს გაეცემა სათანადო პასუხები. უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომელიც საკუთარ გუნდს და ამომრჩეველს გაექცა, ასე მოიხსენებენ გიორგი გახარიას უმრავლესობაში. პარტია საქართველოსთვის ლიდერმა ხანგრძლივი დუმილი ერთ-ერთ მედიასთან დაარღვია და დაადასტურა, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მოიპოვა. გახარიას ბინადრობის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია პირველად კურიერმა გაავრცელა, თუმცა მაშინ ექს-პრემიერის პარტია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და რუსთავი 2 სიცრუის გავრცელებაშიც დაადანაშაულა. გახარიას გერმანიაში ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებენ მისივე გუნდში. ბინადრობა ეს არის უბრალოდ იქ ყოფნის უფლება, რომელიც აძლევს მას იმის საშუალებას, რომ ის საქმიანობდეს გერმანიაში, ხანგრძლივი ვიზიტი ჰქონდეს და იმუშაოს საქართველოს ევროპული მომავლის
დაბრუნებას. აქ არის უბრალოდ ქართული ოცნების ისტერია, იმიტომ რომ ისინი ყველანაირი ხრიკით ცდილობდნენ შეეზღუდათ გიორგი გახარიასთვის პოლიტიკური საქმიანობა, ამას ვერ აკეთებენ. გახარია, რა თქმა უნდა, გაექცა მის ამომრჩეველს, გაექცა საქართველოს მოსახლეობას, გაექცა მის გუნდს, რა თქმა უნდა, ის უნდა დალოდებოდა და გაეცა ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი, რა კითხვებით იქნებოდა მისი მისამართით, მაგრამ აქაც ჩვენ ვხედავთ მის დამოკიდებულებას უპასუხისმგებლობასთან, რადგან მას არ სურდა, რომ ჩართულიყო პროცესებში, როგორც წინა საარჩევნოდ როცა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ისინი მაშინაც არ მიდიოდნენ მოსახლეობასთან, მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, აქაც გახარია არ არის გულთრბელი. დაკავებულია პირი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული 62 წლის მამაკაცია და მისი პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ზურაბ აბაშიძე ამჯერად სერგო ფარაჯანოვის, ვეძინის, კოტე მესხისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. ისაუბრეს მთაწმინდის რაიონისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე განხორციელებულ პროექტებსა და საომალო გეგმებზე. შეხვდით ზემო მთაწმინდაზე, ვეძინის ფარაჯანოვის და კოტე მესხის ქუჩის მოსახლეობა, სადაც ვისაუბროთ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ამ ქუჩებზე და დარწმუნებული ვართ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის ხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას კონკრეტული საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ყველა მოქალაქემ გაითავისოს ამ არჩევნების მნიშვნელობა და 4 ოქტომბერს ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე და ხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჩვენ წარმოვადებთ. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი კი აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. აფრიკის დასახლებაში არსებულ ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა. კანდიდატმა ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო და ისახა მათი გადაჭრის გზებიც. შეხვედრაზე მე მათ გავაცანე ჩემი 4 წლიანი გეგმა და მათგან მოვისმინე ის პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ამ უბანში. ესეთი პრობლემაა კორპუსების გადახურვის პრობლემა, ასევე მოსახლეობა ითხოვს ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნასა და არსებული სტადიონების რეაბილიტაციას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ არსებობს ქუჩის ძაღლების პრობლემა. მე მათ აუხსენე, რომ გასული თვის რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრეს. დარწმუნებული ვართ, რომ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ზაქარია და ამ პრობლემებს უფრო უკეთესად და კარგად მოაგვარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი გვერდში დგომით. უსურვებ წარმატებას და წინსვლას. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას აქტიურად ხვდება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძეც. სამრჩევლებთან შეხვედრა ამჯერად ნოზაძის ქუჩასა და ცოტნე დადიანის მეორე მიკრორაიონის მეორე კორპუსის მიმდებარედ შედგა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრებას რაიონის გამგებელიც დაესწრო. ყოველდღიურად ვაგრძელებთ შეხვედრას ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველთან, ვეცნობით მათ საჭიროებებს, პრობლემებს, შესაბამის სამსახურებთან გვაქვს რეკომენდაციები და ვცდილობთ, რომ უშუალოდ მოსახლეობა ახლოს გავიცნოთ, მათი საჭიროებები გავიგოთ და შესაბამის სამსახურებთან უშუალოდ და მივიტანოთ მათი პრობლემები. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ცოტა ხნის წინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კიევის ოლქს რუსეთმა დრონებით შეუტია. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებით ჩამოვარდა ქალაქ ვიშგოროდში, სადაც სახანძრო სამეშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. ცეცხლი მრავალსართულიან კორპუსს გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კიროვოგრადის ოლქში არიან დაჭრილები. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ზნამენკაშია. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეფარხებულია სარკინიგზო მოძრაობა. თავდასხმებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ ეს აშკარა უგულვებყოფა იმ ძალისხმევის, რომელსაც მსოფლიო ომის დასასრულებლად ახორციელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით იმ ომის გამო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში განაგრძობს. ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ მას რუს კოლეგასთან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა თუ შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება, შეერთებული შტატების ზომებს მიიღებს. ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები მიიღო, რაც მისი განმარტებით შესაძლოა რამდენიმე დღეში გასაჯაროდეს.
Last week they lost 7,000 between the two countries. სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს ისრაელი ღაზაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმებს 105 ადამიანი ემსხვერპლ არიან დაშავებულები. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის ომის გადამწყვეტი ეტაპის წინ დგას და ქალაქი ღაზას აღებისთვის ემზადება. თავდასხმა მარსელში, ქალაქის ცენტრში 5 ადამიანი დანით ტუნისის მოქალაქემ დაჭრა. შემთხვევა ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ რესტორანში მოხდა. მედია წერს, რომ დანაშაულის მოტივი თავდამსხმელის სასტუმროდან თანხის გადაუხდელობის გამო მისი გაშვება გახდა. დაჭრილებს შორისაა სასტუმროს მენეჯერი და მისი შვილი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზევე მოახდინა. ნარკოტიკით დატვირთული ნავი ჩაძირეს ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში. ხომალდი ვენესუელადან შეერთებული შტატების მიმართულებით მიდიოდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 11 პირი. ინფორმაცია დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიოს განმარტებით, ნავი ნარკოტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნოდა და ამერიკელებმა მასზე სასიკვდილო დარტყმა მიიტანეს. და ბოლოს კვლავ საქართველოს კლიმატის ელჩებში სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება გარემოს დაცვის საკითხებზე, მათ შორის ბიომრავალფეროვნებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით. 50-ზე მეტი ახალგაზრდა კონკურსის საფუძველზე შეირჩა. შევიკრიბეთ მწვანე ბანაკის კლიმატის ელჩების გახსნის ცერემონიაზე, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდების გაერთიანება ერთი კვირის განმავლობაში, რათა უკეთ შეისწავლონ გარემოს დაცვითი კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხები. მწვანე ბანაკი ხორციელდება გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და პროგრამის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების ფარგლებში. ბანაკის მიზანი არის გააღვიოს ახალგაზრდებში ცოდნა და ცნობიერება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ძალიან აქტიურ კურსს გაივლიან კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვაზე, კატასტროფების რისკის მართვაზე და ამ ერთი კვირის განმავლობაში ასევე შექმნიან თავიანთ მცირე ზომის პროექტებს, რომელსაც შემდგომში განახორციელებენ კიდეც. დღეს ამბების ნახორცლა ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ 9 საათიანი კურიერემ დასრულებული ემი 10-ზე ისევ გაგიბრუნდებით.